დაწეკით ყველა ძარცვა. კარები დაკეთე დროზე. Paime deda. Brasaketeb, კაცო. ხალხია აქ. საერთოდ შემოვარდა ეს კაცი. დაჯექი მეთქი დროზე, არ გაინძრე. დაჯექი მანდ. რა დავჭდე ბარათია ჩარჩენილი ბანკომატში ჩამიხლაპავს, კაცო. დროზე მაშინ კოდი თქვი და გამოიტანე ფული. კოდი და საგვარეულო ისტორიას მოგიყვები კიდე. დეგენერატი ეს. ბანკირი რომელია? დროზე სალაროები გაიხსნას და ფული ჩაიდოს სამჩანთაში. უკაცრავად ბატონო, მაგრამ მაგის უფლება არა მაქვს. მენეჯერის გარეშე სალაროს ვერ გავხსნი. იმედი და ტაძრიდან თუ ძარცვაში მოვყვებოდი, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ამას რა. საიდან მოვარდა კაცო ეს იერარქიანი კაცი, ესე გაშვებულია კალს რა. ოლეგი დაილაპარაკე მიდი როგორც კაცი კაცს. რა დაველაპარაკო, კანო ეს სულელი ხო არა, ხო დამაჭერდა შუბში თქვია კიდევაც. სათამაშო პისტოლეტი გიგე გახსენი მეთქი სალაროები. აიმე ბატონო, რა ვერ გაიგეთ, არა მაქვს უფლება, სანამ მენეჯერი არ მოვა. გაუგებრალ ლაპარაკობ. რა უბედურებაა, კაცო, ამ კაცმა როგორ ნაბაჯობს ამდენ ხალხს. ხო სოფო. გოგო შემაგვიანდება ცოტა ბანკის ზარფაში ვარ მოყოლილი. გათი შემეთქი ტელეფონი დროზე. კაცი ერთი არა ხიშანი ჭირი მე რა. მოვიფიქროთ რა, რამე როდემდე ვისხდეთ კაცო ასე. არ ჩანს ახლა ეს კაცი ფიზიკურად ღონიერი. სიმაღლე ამას არ აქვს და არაფერი. როგორ დაგიზურდ. ვერ დავაგდებთ ახლა ამას იატაკზე. ამ ჩანთაში ბლომათი მიწვია რაღაცები, კაი წონა აქვს. კი უნდა იყოს მე მგონი ის მინე. თავდასხმა გლდანში ბანკის ფილიალიდან შეიარაღებულმა პირმა ფულის გატანა სცადა, თუმცა მისი განეიტრალება იქ მყოფმა ქალბატონმა მოახერხა. თვითმხილველები მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მეტი ხდება რა. ვასო ტუალეტში ვარ, ეხლა რო გამოვალდა გირეკავ. დე ვიღაცა კარზე. გამარჯობა, თქვენ ხართ ხო ჩალიჩა სანტექნიკი? მობრძანდით. არა გაბატონო, მე რა მიმქვია, ჩალიჩა თვითონიც სანტექნიკის კომპანიაზადაც მუშაობ. თვითონ ფირმის სახელია ჩალიჩა? ხო, ცოტა კი ავირიე, ხო, აი კითხელ მარცხნივ არის ბანა ტუალეტი. აი შემობრძანდით. დე ტუალეტში ვარ, ასაკეთებ. გამომარჯოს პატარა ბიჭი. გამარჯობა. არა უშობს ამარი ყავიყურებით მანდეთ. მოკლედ, აი ეს არის ხელსაბანი, ხო და სადღაც მე მგონი რომ წყალი წვეთავს რა, იმიტომ რომ მე დილაობით ხვდება ხოლმე სველი იატაკი და აი ნახეთ ნესტიანია მე მგონი ქვემოთ კედელიც. აი გასაგებია, ეს წყლის მილის ამბავია ყველა ვარიანტში. ამას დიაგნოსტიკის აპარატით დავადგენთ ჩვენ რა ადგილას არის უცბად და მარტივად მოგვარდება. აპარატით. ხო, ეხლა მე თქვენ კომპეტენციაში არ ვერევი ნამდვილად. ვაიმე კიდე რა მინდა. მე თქვენ დაგირეკეთ იმის რა ქვია, საკანალიზაციო მილის გაწმენდაზე. ხო, იმიტომ რომ ახლა აგერ ჩემი ცოტა პრობლემური კუჭნაწლავი აქვს, ხო და ამას თუ შეკრულებები და რაღაცები დაიწყო მე ხო საერთოდ და ბარეხა მეცეც მოვაწეს როგორ თუ შეიძლება. დერელებს ამბობ. გათით რა ორი წუთი და გამოვალ. სად გავიდეთ კაცო, დიაგნოსტიკას აკეთებს ვერ ხედავ. ქენი უცბა და კატინიდი. ახალი შემოსული ვარ. იყავი მაშინ ახლა რა გავაკეთო? არ გიშლი შენ ხელს. აი, ნახეთ ქალბატონო, ეს მწვანე მილი არის გამსკდარი. აქედან წვეთავს და ესასვენებს კედელსაც. აი, შეხედეთ. დედა, ჰაერიც აქედან ეპარება თუ რა ხდება, არ ვიცი. ონკასაც რომ მოუშვებთ, კაცობრიობ და რაღაცა თხრიალის ხმა აქვს თავიდან. გაჩვენებთ ეხლა. ხო, ეს არ იყო თხრიალის ხმა. აი უყურეთ. ჩათი მიდი, ყავები მზადა და სნექებიც გვაქვს. აუ, რა მომეწონათ ეს ფილმი ეგრევე წავალ აქედან. ხო გითხარით, ჯობის წიგნა კი ჩარდეთ მეთქი. ჯობის წიგნა კი ზეპირად ვიცი უკვე 17ჯერ მაქვს ნახი. კიკოს 8ჯერ. შეგიძლია შენი შეყვარებულების ჯამური რაოდენობა რო 2-ზე გამრავლო იმდენჯერ. აუ, ერთი წუთი მომასმენინეთ რა. ანუ ეს ბავშვი ვინო, ამ კაცის შვილია? არა, ეგ ბავშვი არის ამ ქალის შვილი და ეგ კაცი ამ ქალის მეორე ქმარია. სადღაც გადავიდნენ ახალსახლში საცხოვრებლად დღესთან ახლოს. აუ, გულდი კერპს არაფერს არ მიგრძნობს. რანაირად მოკვდა ეს ბავშვი? მოიცა ეს ფილმი შესავალი იყო? אני დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. აუ, რა ჩამირთეს ეს? მე რა მგონია, ეს თეთრში რო ორმოა მოთხრილი კარი რაღაცა დამარხული უეჭველი. ჯადო. აუ, 3 წელს რო ვიყო, ვინ გამროიპოვა ეცით სახში ჯადო? რაღაც თოჯინა იყო და ნემსები ქონდა შეგდეთ ჩარჭობილი. მე გაიყვარო თუ მე ჩამიდი ეგ თოჯინა ნემსებს დაძაბების ყუთში. მოგიტო შეჭობია. დაინახეთ უკან მოჩვენებამ რო გაიარა. ფარდა იყო ეგ. აუ, წყალი არ მოგიტანია. და გიზელოტოსმა პირი დამწვა. არ მომიტანია, გაი და მოიტანე. გამორიცხულია ვერ გავალ მეშინია.
რა გეშინია გადაობ? თუ არ გეშინია შენ გადი. არა მე ვერ გავალ, მეშინია. წყალზე ხო ტუალეტიც მომინდა, ძალიან მებზია. ტუალეტში კიდე მარტო ვერ გავალ, შანსი არ არის. ის მინდა რა ქნე ციმანტკარადაში ქვემოთ არის ომარიკოს ძველი გარშუკი და ეგ გამოიყენე. იქით დადიოყოთ შემოსასვლელისკენ. აი ვიპოვე კი. აქეთ არ გამოიხედოთ. ანასტასია მოვედი მე. თეკლა რას აკეთებ შვილო? გადააგორე მიდი კვერცხი. ო დამაცადი. განათლოსო თქვი. განათლოს. ძივინა განათლოს. კოტე პაპა უნდა განათლოს ღმერთმა. და როგორ ანათლებს? ესე გრამდეს ლაპარაკობს, ამდენს. სალაპარაკო ხარ სამსტულე. ანასტასია გახსენე გვენაშენ. გუნოს კი გავხსნი, მაგრამ რა ვჭამო? ხაჭაპური დამწვარია. ეს კატეტები კიდე ვინ გაახვია სალფეთში სუზა და მიკრული. აგერ ქათმის ხორცი შეჭამე. არა მაგას ვერ შევჭამ, კანი აქვს. ახლა ჭამდა იყამე ეგრე. პრეტენზების ადგილია გასაფლავზე. ამათ მალახად ყოლე გამიწაჭირო წებნან. კარგი გაჩერდი ახლა კაცო იღურება ხალხი. მომეცი ერთი ღვინო, მოვიგონო მე. წამა ჩემი იყო დიდებული ადამიანი რა. გაგანათლოს კოტე გიორგევიჩი. რა არის კაცო ეს? შინდის წვენი აქვს წამოღებული. და ჩემი სიკოდენე, ეს ვერაფერს ახალს მომკო, აღარ უყურები თვალდანა. პერსონაჟს ახალ ნამეცნო. ისე კი უყარდა ახლა ცხოვრებულს შინდის წვენი. ანასტასია გადააგორე მიდი შენ კვერცხი ახლა. ოღონ წასვლამდე სენი წამოკრიფეთ სულ, იმიტომ რომ იქით გობახიცებთ უნდა გადავაგორო კვერცხები და მეტი აღარ მაქვს შეღებილი. თე აქ ეს საფლავი ხო არ იყო ხოლმე? ვაიმე, შარშან დაიღუპა ვალეტი, ის საცოტავად მოკვდა. საცოტავად როგორ მოკვდა? რა ვიცი, ნაკვეთში მუშაობდნენ თურმე და კომბაინით, ანუ კომბაინის მან ჩაიდრია. ახლა მართლა ახლა მინდა კატლეტი. ბებო, სანთლები და გავიწყდა. და შენ მოგიკდეს ტვინსია. როდეს სამიყვა კოტია გეკნა, როდეს სამიყვა. ინგლისურ უთხრა ბურგერი ბიუ გამოვიძახე. თქვენი სიხირცები ხართ, იცი, ერთხელ ადგე და აღარ გავაკეთო საჭმელი. დაიხოცოთ ფშივრები რა ვქნა. აუ კაი რა, დედახოცით მაშინ დავიხოცებით ეგ ბორში რო ვჭამოთ. რაღაცნაირი გემო აქვს. ცოტა მარილი მომივიდა ახლა ზედმეტი, ხო და კამაჩაბაჭერი შეცდომი. დანარჩენად რა ვიცი ახლა ოქროსავით ბორშია. ჩუჩუ კურიერი გავს. გისმენთ. კიდე დუელი შემოხდა. Hello. Hello, I have your order and I'm near the building. Wait a minute. You are not near my building. Go left and left again. Left and left? No, there's a big dog here. I can't. What do you mean you can't? შეხედე შე როგორ ლაპარაკობს ეს ინგლისურად. ინსტიტუტში რაღაცა სწავლობს მე მგონი მართლა. Жанрებს მიშლის უკვე ეს ინდოელი. Please come upstairs. I will open the main door for you. This is the building. There's a woman with a walking stick in her hand. Do you know her? Yes, it's Nunu with one kidney. Don't give her my burgers. Give her your burgers? Okay. No! Pusheni გამიტიშა. არ მკითხო როგორ, მაგრამ ჩვენი ბურგერები სალთი ყველა ნუნუს აქვს. დაიცადე გადავძახებ. ნუნუ! ბეგიძახი. ჩვენია ეგ და ბავშვა მოვაგზავნი ახლა და გამოატანე. რასაც უკრათ მოგიტანეს, კაცო, ჩვენია ეგ. ნუნუმ წაგვარცხა ბურგერები. ამას თუ არ ჩაუვარდა ქვემოთ ნახავს რა. ის რა ჭკაპურიც თო მოხდა ხელში შემაკდება და ეგ იქნება რა. ვაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტოს ეთამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადედა მოჩქა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის. ელემენტარულიც რო არიცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს პირდაპირ შენ თუ გეყიდა. ვაიმე მარიკო მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგია ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო?
აუ დელფინზე გამახსენდა კუპალნიკებით საყიდელი მაქვს. მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო. ვაიმე რა შვილი მყავს სამაყო. აუცილებლად შეგასესხებ მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ყალბი ფულები აქვს. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები, მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მზეს უმზირა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ხოს. აუ რამხელა მარცვლებია შიგნით. ხავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. წვრჩი კონდა წეხანთითი. მონაწოდე მეც დავიღო. აუ დედა ჩემი იცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი ყოჩახს მოგწემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვითვალე ტირიდან. ამოდით უნდა მიგასწიკუდილო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ. რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. ჯარხეული მაქვს. ანასტასია, ვისელოდები? მიდიხარ სადმე? ხუთეკლამ ხომ მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიადოს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მანქანით მიდიხართ? არა, თვითფრინავი. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ, ვინკედი და არის ნერვულად ძალიან გიხოთია. აუ, იცი რა მაგრავატარე. ეხლა მივიყვანი მამა ჩემი სახლში და ესე მითხრა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვარ ცალმხრივია. აუ, რამე მითხარი? აღარაფერი. აუ, ძალიან ცუდი მისადგომია ტიკოს კორპუსთან, სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მენ შეგაჩეროს. აგერ ერთ ტიკო გაუჩერე. ტიკო დაჭდები წინ? არა, იყო ჩაჭდები უკან. შვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს პიცა ვარ. ხო თეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ეხლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან. მაგის კარებშიც კი შეეჭი და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებით ვერ შემოდი და მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლე წინ იყური რა. ჩიკო ნუ ელაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკითხი? აუ ძალიან დავარტყინე და კი შეხედე რამდენი ფული ვიპოვე. ამას ავიღებ. რა ფული იპოვე? მომეცია აქ. ეს მაგიდაზე მეტო მე. რამდენი ფული რა თქინდა მე? სახლი უნდა იყიდო? ვერ ახარ შენ რა 400 ლარი გვიზუყედია სახლი ვერ გავიგე. გადასახადების ფულია ეს და ციგნების. თბილისის ციგნის ბაზრობაზე მიდიხარ ხო? ეგრეც ვიცოდი. ადამიანმა რო კითხოს ფული არა გაქვს. მე ციგნების ფული ყოველთვის მაქვს. ეს ერთი. და მეორეც ციგნებს როკეთას ვერაფერს ვერ იყიდი ამ ცხოვრებაში. რაღაცა ბრძნულად გამომივიდა. ეგ ციგნების ის მასში არ არის ხოლმე? ეხლა რატომ მიდიხარ? ხო, ეხლა ტარდება ციგნების ბაზრობა. 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, ხო და თითქოს ყველა დიდი გამომცემლობა ეხლა იქნება გამოსული. მაისში აღარ იქნებიან მე ეგენი. რა ვიცი, არც ინტელექტი, არც სულაკაური, არც ქარჩხალის გამომცემლობა და რა ვიცი კიდე. მახსოვს იქ დრამა. ეგ გამომცემელთა ასოციაცია დარეგისტრირდა რუსულ კანონზე და მაგის მერე ძალიან ბევრი გამომცემელი გამოვიდა მაგ ასოციაციიდან. ეხლა თვითონ აკეთებენ ბაზრობას აპრილში. ლოკაცია უცვლელია, ისევ ექსპო ჯორჯიაში, მე-11 პავილიონში. წაგიყვანო მარიკო, წამოხვა? არ მინდა. შაშარ მან ვიღაც ინფლუენსერმა მკითხა, რომელიც ციგნი წაიკითხე ბოლოსო და მე რო უთხარი მათემატიკის მეთქი დამცინეს. კი, ვიცი, ვიდეოც ედო მაგ ინფლუენსერს, რო გაიცინეს და მე რო შერო ბღავილი დაიწყე. და შერა წაიკითხი ბოლოს მე რო დამცინე. აუ სახელი აღარ მახსოვს ეხლა. ამიტომ უნდა იკითხო ბევრი ადამიანმა. თეკლე სახშია მომშენი? კიდე როგორც მობილოპარაკეთ. ანასტასია მოსულა რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ?
რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი, ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და. რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აი ჩავაგაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოს ამ მანქანას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. თან იმნაირი უხათრულია ეს, ყავანოთხო, ბიჭო იმას არ მოგიტუხებს. აუ ხომ მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა, იმ დღეს, დეკემბერში. დეკლეს ეს ხი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაძლევენ. არ არიცხებ მამა ჩემს ხელფასი. უი, დეკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ? ტელევიზია, Samsung-ი. ტელევიზია მეთქი. Silknet-ი. უი, ვახუძია, Silkbank-ში 500 ლარი ეს Silknet-ის მომხმარებლებისთვის. თავი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ნომერი კონდეს Silknet-ის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. აუ, მართლა თუ ხადაობ, ხო, Silk-ის აპლიკაციიდან მოითხოვ. აუ, მა please რა ესეთი ცუდად. კაი, ხო, ცადოთ საღამოს. მიდი ერთ ხავა მომიდუღე რა წასასვლელი ვარ და. აუ, ძალიან მიზარება შენ მოიტუღე. ხედავ ბიჭო რა უხათრულია, ხედავ. ურშტილი ხარ თიკლა. ძალიან ნერვიულობ, შემდეგი მე ვარ. კაი, დამშვიდი ახლა. სამსახურის გასაუბრებას შედიხარ, რაც რაზე კი არა. აუ, ვაცრას ვიკეთებდი გახსოვს, ნამის რო ჩააგდე ხელებში იმეკთანს. ვრიებს იხსენებ შენ კიდე. რო არ მიყვან იქვე გავიგვიდავ თავს. გურგინიძე თეკლა, მოგზანდით. აუ, მიდი. და იგივე თუ გასაუბრებას თავიდან გავიგვიდო. გამარჯობა, დაბრძანდით. თეკლა ხო თქვენ? გახლავარ. ძალიან კარგი. თეკლა ჩვენ ნახეთ თქვენი CV, ფურცელი, რომელზეც სახელი გვერდა მისამართი ეწერა თქვენი. ამიტომ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. გამოცდილება თუ გაქვთ? გამოცდილება ცხოვრებისეული კი ამ სფეროში არა. კარგით, რა გაძლევთ мотивაციას, რომ სწორედ ჩვენ სასტუმროში დაიწყოთ მუშაობა? мотивაციას ბევრი რამ აძლევს. პირველ რიგში ფული, ან ეს ღირება რაც მეკნება და მეორე რიგში ადამიანები. ანუ ეს სასტუმროა და ხომ მოდიან სტუმრები და უეჭველო ვიღაცებს ყოფით და ძალიან მაგარი საჭირო მეკნება ხოლმე. დებან. კარგით ეკლა, ამჟამად დაგემშვიდობებით, დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. კარგით? კარგად ბრძანდებოდეთ. რა კათხი მოდის ლევან? დურანო. როგორ ჩაიარა? თავის გაგუდო ხარ მოგიწია? არა, ძალიან საყვარელი ქალი იყო, დაგიკავშირდებით და ესე მითხრა. ჩემზე უკეთეს ვის ნახავენ ხა და არა, შენზე უკეთესი უნდა იყო, მიღადავები? ვიზუალი შენ არ გაკლია და ვიზუალი და რა ვიკიდე? ვაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია, 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტოს ეთამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია, მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადე დამაჩუქა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის, ელემენტარულიც რო არიცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს, პირდაპირ შენ თუ გეყიდა. ვაიმე მარიკო, მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგია, ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება, კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო? აუ, დელფინზე გამახსენდა, კუპალნიკებიც საყიდელი მაქვს. აჰა, მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო. ვაიმე რა შვილი მყავს, სამაყო. აუცილებლად ჩაგასესხებ, მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ყალბი ფულები აქვს. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იწყედით და მარტინის მსასუმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ხო? აუ რამხელა მარცვლებია შიგნით. ყავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. ცხვირი კონდა წეხანთით. მომაწოდე მეც დავიღო.
აუდიტად შემაიცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო, დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო, შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი, ყოჩას მოგწემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვიცვალე ტირიდან. ამოდით უნდა მიგასწიკუდი როსახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ. რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. ჯარხეული მაქვს. ანასტასია, ვისელოდები? მიდიხარ სადმე? ხუთეკლამ ხომ მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიაროს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მანქანით მიდიხართ? არა, თვითფრინავი. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ, იმდენი და არის ნერვიულად ძალიან გიხოთ რა. აუ, იცი რა მაგრავატარე. ეხლა მივიყვანი მამა ჩემი სახლში და ესე მითხრა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვარ სამხრივია. აუ, რამე მითხარი? აღარაფერი. აუ, ძალიან ცუდი მისადგომია თიკოს კორპუსთან, სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მან შეგაჩეროს. აგერ ერთ თიკო გაუჩერე. თიკო დაჭდები წინ? არა, იყო ჩავჭდები უკან. შვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს ფიცა ვარ. ხუთეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ეხლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან. მაგის კარებშიც კი შეეჭი და ხამის სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებიც ვერ შემოდი და მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლე წინ იყური რა. ჩიკო ნუ ელაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკითხი? ვაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტოს ეთამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიძია მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადე დამოჩქა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის. ელემენტარულიც რო არიცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს პირდაპირ შენ თუნ გეყიდა. ვაიმე მარიკო, მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგია, ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება, კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო? აუ დელფინზე გამახსენდა, კუპალნიკებიც საყიდელი მაქვს. აჰა, მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო. ვაიმე რა შვილი მყავს სამაყო. აუცილებლად ჩაგასესხებ მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ყალბი ფულები.